მაცხოვარი ამბობს, რომ ერთი თქვენთაგანი გამცემს მე. ესეც არის ძალიან საინტერესო ამბავი. აქ ეუბნებიან მე მოვიწერე მე ხომ არა უფალო. აი ეს მე ხო არა უფალო როგორ გესმით ახლა? ეკითხებიან, ხო? მე ხო არ ვარ. მოციქულები ეკითხებიან. მე ხო არ ვარ ეს. ასე ჟღერს. მეც ასე მესმოდა. მაგრამ ამას არ ნიშნავს. ხო, ეს კითხვა თავისთავად, აი მე უბრალოდ როგორ შეიძლება აღვიქვა, რომ მე ხო ორი ვარიანტია, ერთი რომ მე ვწუნდე, მე შემეშალოს რაღაცა და მეორე მე ხომ არ ვარ ამ მისით აღჭურვილი. მე ხო არა ვარ ის ვინც შეგავ. ხო. ანუ ხო არის ესეთ მოსაზრება, რომ ვიღაცას ეს ფუნქცია მისიის დარქმევა მიჭირს, მაგრამ აი ეს როლი უნდა რგებოდა. რო გაიცა, სხვაგვარად ვერ აღსრულდებოდა. ხო, ეგ აზრი მაგასაც გამარტავ, ეს არ არის სწორი აზრი. ძალიან ხშირად ფიგურირებს ხოლმე. ძალიან კარგია და მაგას გამარტავ. გარკვეული გაგები და ამ სუბუქებს კი არა და ტრაგიკულს ხდის ამ შემთხვევაში იუდას ბედს, რადგან ეს უშვებს იმას, რომ ის არ იყო თავისუფალი ამ გადაწყვეტილებაში და ეს იყო ღვთისნება, რომელიც უნდა აღსრულებოდა. ეს აზრი საიდან მოდის, მოკლედ? ეს აზრი მოდის, ეს მე ხო არ დაგვავიწყდეს მერე და კი ბატონო. მაგრამ მივაბათ. რათა წერილი აღსრულებული იყო, ესე წერია ბევრგან, რომ წავიდა მაგალითად ნაზარეთში და რათა წერილი აღსრულებული იყო და ნაზარეველი რო ეწოდებოდა. რათა წერილი აღსრულებული იყო და გეგონება რომ აი დაწერილი არის და რადგან დაწერილია, იმიტომ უნდა მოიქცე შენ ესე. და ეს არასწორი გაგებაა. ანუ ესე წერია, მაგრამ ესე არ ნიშნავს. ზუსტი გაგება ამისი, შინარსობრივი არის, რომ ასე რომ მოხდებოდა, იმიტომ დაიწერა ესე. ანუ იუდამ იმიტომ კი არ გასცა, რომ ასე იყო დაწერილი. არამედ იუდა რო გასცემდა, ამიტომ იყო დაწერილი.